მოგესალმებით. მცირე პაუზის შემდეგ იბრუნდებით მეგობრებო ახალი დანებით. ეს კვირის სიახლეებია, გიო თუ შეიძლება თვალი გადავალოთ, რაზე იქნება ამ ვიდეოში საუბარი, რომ წარმოდგენა გქონდეს ჩვენს საყვარელ ხალხს, ჩვენს მაყურებლებს. მერე დავიწყოთ, გავიაროთ. ეს ეხლანდელი სიახლეებია მეგობრებო, რაც დღეს უნდა შემოგთავაზოთ და გაჩერებას. ნამდვილად არ ვაპირებთ, ბევრი კარგი დანა გვექნება კიდე და ვადევნეთ თვალყური რა. პირველ რიგში მადლობა ჩვენს გამომწერებს, ვისაც არ გყავხართ გამოწერილი, თხოვთ რომ გამოგვიწეროთ და რა ვიცი, დანები ვისაც გიყვართ, მოკლედ ვფიქრობ რომ უნდა გვიყუროთ, რადგან ბევრ კარგ დანას გთავაზობთ ხოლმე პერიოდულად. მოდი დავიწყოთ, ეხლა ბევრი თავი რო აღარ მოგაწყინოთ, გადავიდეთ საქმეზე. პირველი მოდელი Spider-Gos, ეს პატარა საყვარელი დანა უნდა წარმოგიდგინოთ, Dog-Tag ქვია მოდელს. პაჩეკო გახლავთ მისი დიზაინერი. ეგეთი პეკარბონი. CPM S30 ბიპოლადი ფხვნილოვანი, slip joint-ია ჩამკვეთი მექანიზმი პირდაპირ იკეთება, მაგრამ ფიქსირდება, რომ თავისით გაიყოს და რაღაცა მაგის გამორიცხულია გულსაკიდად შეიძლება გამოიყენო, პატარა ჯიბეში ძალიან კარგად კომფორტულად იდება. ეს Spider-Go-ები რაც გვაქვს ახლა აქ, ყველა slip joint-ია. რაღაცა ვეცადეთ, რომ ერთი მინდევრობის, ერთი სტილის დანები შემოგვეთავაზებია Spider-Go-ი დღეს რა. ეს მეორე მოდელი არის Spider-Go Squeaky უკაცრავად N690 ფოლადით არის აღჭურვილი და ძალიან ცუდბუქი პატარა ესეთი საყვარელი დანა თქვენ თვითონ თავად ხედავთ, აღარ უნდა მას ბევრი მოყოლა, რაც საყვარელი და პატარა და slip joint-ი როგორც გითხარით, ესე ორი ხელით იკეცება, ცალი ხელითაც შეიძლება. ცოტა სახიფათოა თითი არ უნდა მოკლეს. ისე რომ მიეჩვევი ძალიან საყვარელი დანა, ყველა ესეა რა, ეს slip joint-ები ერთი შეხედვით რაღაცა ცოტა ზარმაც ადამიან შეიძლება დაეზაროს მათი ის, მაგრამ რომ მიეჩვევი ძალიან პირიქით კარგი მოსახმარია. აი ეს მესამე მოდელი უკაცრავად Spider-Go Urban Lightweight-ია ეს, K390 ფოლადი, სხვა შორის ძალიან კარგი ძლიერი ფოლადით არის აღჭურვილი, დამზადებული ესეც იტალიაში. Maniago Italy, ხელში ძალიან კარგად ის, მსუბუქია და პრაქტიკული როგორც გითხარით. ეს კონკრეტული ამერიკაშია დამზადებული. აი ეს კიდე უფრო დიდი ზომისა, მაგრამ უფრო მსუბუქია რა. UK penknife ქვია მოდელს, ეს BD1 ფოლადით არის და ასევე ესეთი ფარენის სტარით, მსუბუქი თხელი და ძალიან კარგი. ეს კიდევ ამათგან ცოტა განსხვავებული, ესენი მეტნაკლებად გვანა დიზაინები ერთმანეთს, მხოლოდ ზომაშია სხვაობა თითქოს. მაგრამ სხვადასხვა მოდელები არის რეალურად. ეს არის Spider-Go Pingo მეგობრებო. დამზადებული ესეც იტალიაში ნახეთ როგორი განსხვავებული დიზაინი აქვს. დიზაინზე ორმა ლეგენდამ იმუშავა. Voxi Dansos ერთობლივი ნამუშევარია, დანიელი დიზაინერები კარგად მოგეხსენება თქვენ მათ სახელები და N690 CO ფოლადი აქვს ამ დანას. შემდეგი მოდელი კი Bench-ზე უნდა გადავიდეთ, Bench-ის სუპერ თხელი და მსუბუქი დანა, ნახეთ, ქაღალდივით არის. Nerosi M390 გვაქვს აქ ფოლადი, ტარი ტიტანი, საკიდიც ესეთი პატარა დიპკერი საკიდი აქვს და ძალიან კარგი მექანიზმი. რა თქმა უნდა, როგორც Bench-ს ეკადრება და შეეფერება. ზომით არ არის პატარა ეს და საკმაოდ დიდი ზომა, დიდი სამუშაო პირიც აქვს, მაგრამ ძალიან თხელი და მსუბუქია, ქარივითაა რა. შემდეგი მოდელი Mini Freak-ია მეგობრებო, ასევე Bench-ის. ამონდეს არა სტანდარტული Mini Freak-ი, limited edition-ია, M4 ფოლადი აქვს, Ultemi სტარი, Ultemi როგორც მოგეხსოვდებათ, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და კარგი მასალა, ახალი მოფიქრებულია, არ არის დიდი ხნის რაც ეს მასალა არსებობს და უკვე ძალიან აქტიურად გამოიყენება დანებში. პირზე ესეთი ლამაზი დაფარვა, არ ვიცი ვიდეოში როგორ ჩანს, შეიძლება შავფერად აღიქმება, მაგრამ შავია რაღაცა მეწამული ფერია რა. ძალიან ისეთი კარგი ედისია, ეს კარგი ზომა, ხელში კარგად ის და ცოტა ბუთქუნა ჩანს, მაგრამ არ არის მძიმე. და ხელს არ გადგენს ცოტა ისე მძიმე და ბევრი სამუშაო როცა შესაძლებელი რა. მექანიზმს რაც შეეხება, იხედავთ, როგორი კარგი მექანიკაც აქვს ამ დანას. საკოლექციოც არის და სახმარადაც ძალიან კარგია ეს მოდელი. ეხლა შედარებით ბიუჯეტურებზე გადავიდეთ, ეს კერშავის ლითია მეგობრებო, უკვე კლასიკად ხსეული ძალიან ძველი მოდელი, როგორც ძველად ისევ ეხლაც ისევ ამერიკაში მზადდება ეს დანა. ძალიან კარგია, Canonion-ის დიზაინით არის ეს დანა. 14 C28N შვედური ფოლადი აქვს, სლიპი ძალიან კარგად იხსნება, მარტივად დამხმარე მექანიზმი აქვს და აქ ჩამკეტი აქვს, რომ დაკეცილ შემთხვევაში ჯიბეში არ გაიხსნა, შეგიძლიათ ესე უწიოთ და ჩაკეტოთ. ეს მოჭერილი შეგიძლია შეასუსტო, რომ ადვილად იმოძრავ, შეგიძლიათ ცოტა აქვს რა რეგულირების საშუალება მოკლედ. შემდეგი მოდელი ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ბრენდი, Concept-ი უნდა წარმოგიდგინოთ. Concept Warrior-ი, Warrior-ი, ნახეთ როგორი
ცოტა თან პრაქტიკული ფორმა, თან ცოტა აგრესიული ამგვარება და შემდეგ ისეთ რაღაცა ნისკარტივით იკეთებს და ძალიან საინტერესო პირის ფორმა აქვს. არის მასალად გამოყენებულია ტიტანი და კარბონი. წონა ძალიან მისაღებია, არ არის პატარა ეს და საკმაოდ დიდია და ფოლადის სქელი აქვს, მაგრამ კარგი წონა აქვს. არ არის მძიმე საერთოდ რა. ან პრაქტიკული, ცოტა აგრესიული, თან რაღაცა ვიზუალი, ფერები და ის ისე შეერჩეული კლასიკურს გავს ეს და ამ დროს საერთოდ არ არის კლასიკური. მეგონი კარგი და საინტერესო მოდელია რა. შემდეგი მეგობრებო, აი ეს დევკონი უნდა წარმოგიდგინოთ, დევკონის ვალკირია, ეს არის დევკონისა და Jungle Knives-ის ერთობლივი ნამუშევარი, ფოლადი გვაქვს M390, ესეთი ლამაზი სატინით, პირზე ამოღებით, პირი და ტარზე აი ეს ჭრილები რაღაცა ძალიან უხდება ერთმანის დიზაინი და თან დანას ამსუბუქებს. ჭვიანური გათვლა ვფიქრობ. დიზაინის კარგი გამოვიდა და წონაშიც მოიგეს, ესე ვთქვათ. შემდეგი მოდელი მეგობრებო, ეს კაიზერის მინიმუმია. CPM-ი არა უკაცრავად 154 CM-ი აქვს ფოლადი, არის ალუმინი, ესეთი ლამაზი ფერები. ნახეთ. ძალიან საინტერესო დანაა. ნაკ არ გვაქვს ტიტანი გამოყენებული, ფოლადია, მაგრამ შიგნით შემსუბუქებები აქვს გაკეთებული და ამიტომ არ არის მძიმე, ტიტანის გვაქვს საკითხი მხოლოდ. ესეთი პრაქტიკული, თხელი, ლამაზი, კარგი მექანიზმით, ბიუჯეტურია ეს დანას, მაგრამ ძალიან კარგი ტიპია. ეს მეგობრებო, ზიებას Butterfly უნდა წარმოგიდგინოთ, ჩვენ გვედო ეს დანასაიძე. მაგრამ ტარისფერი ქონდა ჩვეულებრივი სადა ტიტანის, ქარხნულად ეგეთია და ჩვენ მეგობარმა Oxidizer Custom-ზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ ჩვენს ვიდეოებში, მან გააკეთა ესეთი ლამაზი დიზაინი, ფერები, აი ეს ნახეთ თუ ჩანს ვიდეოში თხელ-თხელი რაღაცა ნაკაწრები, ვის ეფექტები აქვს გაკეთებული და ძალიან კარგად შეერდა პირის დიზაინშიც. ხელნაკეთი ვერსია ეს ზიებასი და აი ნახეთ აი ესეთი მაგარი ჩონჩხები აქვს ჩასმული ვერცხლის ორივე მხარეს და შიგნით წარწერა აქვს ჯოკერის Why So Serious. დანარჩენს უკვე ცოცხლად რომ ნახავთ დანას დეტალურად თავად მივხვდებით რაც არის თან მექანიზმი და ყველაფერი კარგად ჩანს მე მგონი. ასე ეს რაც შეეხებოდა ზიებას. ეს კი ბაკ-10-ია მეგობრებო, ბაკ-10 კლასიკია, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი და უნდა ახალი ვერსია drop point-ით რომ გამოუჩნდეს ალბათ ხსმენიათ. ბაკის მოყვარულებს ყოველ შემთხვევაში ვაცრავად აუცილებლად გექნებათ რამე გაგონილი ამ დანას. ძალიან მოუხდა ვფიქრობ ეს drop point-ი პირი, რადგან ძველი კლასიკური ვერსია მოგეხსენებათ რომ იყო ესეთი მსგავსი ბოუის პირის. ეს კი ესე drop point-ი გააკეთეს ძალიან პრაქტიკულია. ჩემპიონებაში ჯდება, მე მიყვარს drop point-ები და ალბათ მაგიტო. რაიბონი ვუდი გვაქვს ტარის მასალა და თითბერი, როგორც აკეთებ ხოლმე კლასიკურ და ესეთი მძიმე და კარგი ყოველდღიური სამუშაო დანა. ეს კი მეგობრებო, ჩვენი საყვარელი ბრენდის ჩებურკოვის დანები უნდა წარმოგიდგინოთ. ეს მოდელები ჩვენ არ გქონია, ვოლკი, ორივე ძალიან ესეთი დიდი ზომის და ბრუტალური დანებია. ფერები ორივეს ერთად იმიტომ გაჩვენებთ, რომ დავინახოთ ტონებში განსხვავება. დანარჩენი ყველაფერი ერთია აბსოლუტურად. არის მასალა ფოლადი ორივე სელმაქსი აქვს. ტარიკი ტიტანი და აი ესეთი გლის ნაკვალევია დატანილი ტარზე და ძალიან ვფიქრობ უხდება და რაღაცა ალამაზებს დანას. მიყვარს რა დიდი დანები და ვფიქრობ ამიტომაც ცოტა მეტ ემოციას იწვევს ჩემში, ძალიან პრაქტიკული და მაგარი დანა. ხო, შემდეგი ჩვენთვის კარგად ნაცნობი სვიფტები უნდა წარმოგიდგინოთ, აქაც ორივეს ერთად გაჩვენებთ, რადგან მხოლოდ ფერებში გვაქვს აქაც სხვაობა, ტარის მასალა ტიტანი, ფოლადი ნიოლოქს 2. აი ესეთი კლასიკური სადა და მაგარი დანები. ყველას უყვარს ნაკლედ ჩვენს მომხმარებლებს ძალიან უყვართ ეს მოდელები და ბევრჯერ გქონია ხოლმე განხილვები და საუბარი ამ დანაზე. ეს კი მეგობრებო, პატარა კაცი ბულდოგია. ჩებურკოვის ისევ რა თქმა უნდა ფოლადი M390 გვაქვს, ტარის მასალა ტიტანი. ხედავთ მასზე დატალიან ნახატებს, აი ეს თათები, საყელური ბულდოგის და აქედან აი ესეთი ლამაზი ფერადი ლაზერით შესრულებული ნახატი. ესეთი ბულდოგი ჯერ არ გქონია და ძალიან მომეწონა. აი ესეთია დაკეცილ მდგომარეობაში. ასევე მათი ჩებურკოვის დანების მოყვარულთათვის ძალიან საყვარელი და მაგარი მოდელი. ეს ცოტა გადმოვიდეთ ახლა ისევ აქეთ ცოტა კლასიკები და რაღაცები ბოლოსთვის მოვიტოვე. ეს Victorinox-ის მულტიტულია მეგობრებო. ბევრი ის არის მასში დეტალები, ესე ვთქვათ. ყოველდღიური პრაქტიკული და მაგარი ნივთია რა. Spirit X-ია ეს მეგობრებო, Victorinox-ის Spirit X.
აღარ დავიწყებ ახლა სათითაოდ ყველაფრის ჩვენებას რევებიც აქვს, მეგონი არ არის რას ურათებს რო დავდებთ, იქ ყველაფერი კარგად გამოჩნდება. ძალიან ისეთი პრაქტიკული და კარგი რამე არის, ვისაც უყვარს გავსი ნივთები, ვფიქრობ ერთ-ერთი გამორჩეულია ლეზერმანთან ერთად ვიქტორინოქს ძალიან კარგი და საინტერესო. ეს მეგობრებო თუსანის აი ესეთი პატარა ნეკნაიფია, მცირე ზომის მიუხედავად აღჭურვილია ძალიან კაი მასალებით, ბეტ-კარბონია ტარი, ფულთენგია, ფოლადი M390, აი ესეთი კაიდექსის კარგი კარქაში აქვს, დარეჯდება. გულსაკიდად შეიძლება მისი გამოყენება ბუნებაში და რაღაც სატარებლად, ვფიქრობ არ შეგაწუხებს და ჯიბეში ძალიან მარტივად. ეს შედარებით მაღალი კასი, უფრო ბიუჯეტური დენკომ შემოგთავაზა აგერ ასევე პატარა მცირე ზომის ნეკნაიფი. Garmin-Gear 2 40-34 სტაილეს სტილი გვაქვს. სუბუქი და პატარა ესეთი საყვარელი ფიქსია drop point-ი პირით. უფრო მაღალი კლასის, აგერ ჩვენმა პატივცემულმა ლევან მოსიძემ, ჩვენი ქართველი საამაყო მედალე, მისი დამზადებულია ეს მცირე ზომის ფიქსირებული უნდა შემოგთავაზოთ. ფოლადი გვაქვს ელმაქსი, ტარი მიკარ და ფულტანგია ისედაც სასიამოვნო დანაა, რა პატარა დანაა, ვითომ დიდია რაღაცა ის არ უნდა გამოიწვიოს ემოცია, მაგრამ ხვდები რომ ხელნაკეთ და ცოტა ისე ძვირფას და კარგ დანასთან გვაქვს საქმე და შეხება. კარქაში ძალიან კარგადაა შესრულებული, რა თქმა უნდა, ხელით ყველაფერი. ესეთი საყვარელი მაგარი დანაა. ეს კი ზაზავალიანის დანები უნდა შემოგთავაზოთ ორი მოდელი. ბატონის ზაზას მიერ დამზადებული, რა თქმა უნდა, ხელნაკეთი კლასიკა, ეს მისი ჯამკეტის სისტემა, ირმის რქა. დიდი ზომისაა და რაღაცა ძალიან კარგი ემოციებს იძლევა, ალბათ პიროვნებიდან გამომდინარე ბატონის ზაზა ჩვენთვის და გიოსთვის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი ადამიანი გახლავთ. ესეც მისი პირადი დანა იყო. აქ გვაქვს იაპონური ATS-34 ფოლადი, როგორც ხვდებით, სხვა დანის პირი არის გამოყენებული და ტარი მთლიანად ჩამკეტი და ყველაფერი ბატონის ზაზას მიერ არის მოდიფიცირებული და ძალიან მოდერნიზებული, უკაცრავად და გადაკეთებული, ძალიან კარგად, არ არის მძიმე და ძალიან სასიამოვნო და მაგარი დანაა. ესეთი სტაბილიზებული ლამაზი ხის ტარით. ეს კი მისი ვაჟის ლაშა ავალიანის მიერ გაკეთებული ციმორის დასაკეცი დანა, მეგობრებო. აქ თეორი გვაქვს ფოლადი გამოყენებული. მაგარი სანდალვური ხის ტარი made in Georgia და ავალიანი ძალიან საამაყო და მაგარი ხალხი და მაგარი დანები. ნათივე ჩამკეტის სისტემით. დღეისთვის ეს იყო, მეგობრებო. ვფიქრობ საინტერესო დანებია. ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული რადიკალურად ხასიათით, სტილით, ზომები, ერთ სიტყვით როგორც ყოველთვის ისე მრავალფეროვნებას და კარგ არჩევანს ვაკეთებთ ყოველთვის უპირატესობას და აქცენტს. მადლობა ყურადღებისთვის, შემოკარგებო, წარმატებებს გისურვებთ და მომავალშიც გვირდებით კარგ სიახლეებს. დროებით და გემშვიდობებით.